ზოგადად MMA არ არის ჯერჯერობით ის სპორტი, რომ მასობრივად ადამიანებმა თუნდაც შეძლონ ფინანსური საკუთარი ცხოვრების ოჯახების უზრუნველყოფა. ძალიან ბევრ მებრძოლს, ვისაც ეს ეკრანები დამიცნო და ცნობილები არიან, თუნდაც UFC-ში. თუ შენ არ ხარ რაღაცა ტოპ მებრძოლი, ტოპ მებრძოლი, კი, ერთეულები არიან. ზუსტად აი მერაბ დვალიშვილის кейსი მახსენდება, რომ რამდენიმე წლის წინ გადავიდა, ასე ვთქვათ, full time-ზე MMA-ში, იმიტომ რომ მაინც უწევდა გამომუშავება და ძალიან რთული ცხოვრება აქვს ამ ადამიანებს და ეს ორმაგად დასაფასებელია, როგორი თავდადება და შრომა არის ჩადებული იმისათვის, რომ ისინი გამოვიდნენ და 15 წუთიან ან 25 წუთიანი პერფორმანსი დადონ, რამხელა მომზადება მიდის, რამხელა თავგანწირვადებს ამ ყველაფერში და ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს ჩვენ შევუქმნით ის პლატფორმა, რომ თავი წარმოაჩინონ, თუმცა ნებისმიერ კერძო ბიზნესად შეუძლია ინდივიდუალურადაც მებრძოლებს დაეხმარონ და შეუქმნან ის პირობები, რომ დღეს რაც არიან იმის მინიმუმ ორჯერ მაგარი ვერსიები იყვნენ, იმიტომ რომ მომზადება და დისციპლინა მართლა კიდე სხვა შედეგებს დებს.